არათუ უნდა გადავსინჯოთ გამჭვირვალობის სისტემკანონმდებლობა, პირიქით ახალ ინსტრუმენტებს უნდა ვიფიქროთ. რიყის დოქების ტანჯული ისტორიის დემონტაჟის დასრულების ამბავს ჩემ ერთ კოლეგასთან განვიხილავდი. საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვი, მშვიდობის ხიდსაც აიღებს თქო, ვინ ალბათ მიხვდით. კოლეგა არ დამეთახმა, კაი რა, ამას როგორ იზავსო. კითხვაზე ჯერ პირველ წერილში და შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე რაც თქვა, რა არ გააკეთა თქო, პასუხი არ ქონდა. მაგრამ ხიდის აღებაზე მაინც არ მეთანხმებოდა. ლარზე დავნიძლავდით. აი იმ 100 თეთრზე მას რომ შეუძლია რასაც უნდა იმას იყიდის, თქვენ კი ერთ პურსაც ვერ. მისი ახირებები მარტო დოქები ან ხიდი რომ იყოს, მე პირადად გადავიტანდი. შევეგობოდი რომ მასიმiliano ფუქსასის მსოფლიო რუკიდან თბილისი გაქრებოდა. მარტო დოქებით ხომ არ ვთქვათ ცნობილი მსოფლიოში. მაგრამ ახლა როგორ შევეგუოთ იმას რომ გელათი გვენგრევა საქართველოს ქართველებისგან იცნება. რუსეთზე მიმული ორნიშნა ეკონომიკის ბენეფიციარი მხოლოდ მისი გარემოცვა, რომ კრიმინალი გაიზარდა. ციხესინდისის პატიმრებით არის სავსე, რომ ჩვეულებრივი მოვლენად იქცა დევნა დაშინება თვალთვალი, ქუჩიდან გატაცება, რომ პოლიპატიმარს პოლიტპატიმარი ემატება, რომ სახელმწიფო გაუქმებულია და ის რუსეთის ერთი პატარა განაპირა გუბერნია, სადაც მეტროპოლიდან ჩამოსული ბარინები უნდა გავართოთ. ჩვენს მაგივრად ჩვენს ბედს ახლა პუტინის რუსკი მირის იდეოლოგი დუგინი წვეთს. ცოტა ხნის წინ მან ეროზიული მიკროსახელმწიფო დაგვიანოსა. მასთან ერთად თითქმის უნისონშია რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფი ნარიშკინი. დუგინის მაკროსახელმწიფოს და ნარიშკის მოგვიანებით მიუბრუნდები მანამდე კი ისევ ირაკლი კობახიძე, ანუ ბიძინა ივანიშვილი, დიქტატორული კანონების შემოქმედი, რომელიც ღიად და საჯაროდ აანონსებს დიქტატურის კიდევ უფრო გამკაცრებას. არათუ უნდა გადავსინჯოთ გამჭვირვალობის სისტემკანონმდებლობა, პირიქით ახალ ინსტრუმენტებს უნდა ვიფიქროთ. კანონების სახელებით რომ არ დაგღალოთ, მოკლედ ხალხურ სახელს გეტყვით, რუსული ავტორიტარული კანონი, რომელიც ყველა შეეხება. ყველა კი თქვენ ხართ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი. სულ ტყუილად გონიათ რომ მოგუდვა მხოლოდ მედიასთან არა სამთავრობო სექტორს ეხება. ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროს ვინმე რაჟდენ კუპრაშვილს, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა თქვენგან არაფერი იცის, არც დაუმალოს რომ კანონს ყველაზე გაავრცელებს. თქვენ არ მოგწონთ რომ სადარბაზოში მღრღნელები მომრავლდნენ, ან სოფლის გზა მოუწესრიგებელი, ან წყალი გრაფიკით გაქვთ. ავტობუსმა დააგვიან, ან ცხოველების პრობლემა შეგაწუხათ და შესაბამისი უწყება გააკრიტიკეთ საჯაროდ და თან შემოსავლის ნაწილს ოჯახის ემიგრანტი წევრი გირიცხავთ. რაჟდენი მოვა და აგენტად დარეგისტრირებას მოგთხოვთ. თუ არ დარეგისტრირდებით, 5 წლით ციხეში წახვალთ. კი ვიცი რომ არ ჟურნალისტი ხართ, არც არასამთავრობოში მუშაობთ, არც აქციებზე დადიხართ, არც რამე ორგანიზაციის წევრი ხართ. კი ვიცი ბებიან დედა რომ გიგზავნით ფულს და პოლიტიკაში არ რევით, მაგრამ კრიტიკულ პოსტს რომ წერთ, აგენტი ხართ. ვიცი ბევრს ამ პერსპექტივის შეგეშინათ და გადაწყვიტეთ რომ გაჩუმდებით და თუ რამეა, ჩუმად სამზარეულოში იჩურჩულებთ. მინდა გაგახაროთ რომ დასმენაც მოქმედებაშია და თუ თქვენი მეგობარი არა მეზობელი ან ანონიმი დაგასმენთ. თქვენ არასწორად ფიქრობთ. თქვენს დაგასმენა რომელიღაც საბიუჯეტო ორგანიზაციაში ან ხელისუფლებაზე მიმულ ბიზნეს სტრუქტურაში რო ხართ ახლა შეყუჟული. ამდენს ვერ გაწევთ Facebook-ის ლაიქს. რამდენ ფოტოს წაშლით ისეთ, სადაც არასასრულ ადამიანთან ერთად ხართ. თან გაიგეთ მილიციის სპეცსამსახურის დარაჯდენის საკუთარი არსებობა ხომ უნდა გაამართლონ. ამიტომ დასმენა დაჭერაზე იქნება. დუმარებს რომ მორჩებიან, მერე საკუთარ მომხრეებს დაერევიან. მერე შიგნით საკუთარ თანაგუნდელებს. როგორც რკინის ფელიქს ედმუნდოვიჩ ძერჟინსკი იტყო და ის ფაქტი რომ თქვენ თავისუფალი ხართ, თქვენი დამსახურება კი არა, ჩვენი წარუმატებლობაა. ჯაფარას დაკავებით, მელიეს ჯერ გატაცება, შემდეგ დაკავებით, თონიკეს ხვიტარიძის, ლუკა ნაცნუშვილის დაკავებით, რიკა ლორთქიფანიძის და თათ აფრიამაშვილის პატიმრობით ქართული ოცნება სულ უფრო უახლოვდება პუტინის რუსეთის მართვის იმ მოდელს, რომელიც ერთ სიტყვაში ასე ჟღერს: კადიროვშინა. წესწყობილება, სადაც ჟურნალისტი ციხეშია, მოძალადა კი მკერდს ახალი ჩინმედლით იმშვენებს, სადაც ოპოზიციურ ლიდერს როგორიც ნემცოვი იყო, ქუჩაში დამიზნებით კლავენ, სადაც წინამდებობის ლიდერი ნავალნი, სადაც გადაკარგულ ციხეში კვდება. წყობაში, სადაც თვითმყოფადობის და სუვერენიტეტის დაცვის სახელით ყველაფერი მოსულა, სადაც დამნაშავე იმპერიალისტი დასავლეთის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ანგლოსაქსები, გლობალური ომის პარტია და დიპსტეიტია. არაერთი კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ ემთხვევა ერთმანეთს პუტინის და ივანიშვილის მოლაპარაკე თავების განცხადებები. ამ კვლევის დეტალებზე ახლა საუბარი შორს წაგვიყვანს. დროების და სხვა მედია საშუალების არქივში და ღია წყაროებში ამის ბევრი მაგალითის ნახვა შეგიძლიათ. К сожалению, уроки истории
выучили не все. ვისაც არ გეცოთ ეს ნარიშკინია, ეს ვერ ის ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფი, რომელიც ბოლო წლებში სპეცსამსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით მოულოდნელად ღია ფიგურად იქცა. ჩვენთვის არაფერი რომ არა ის გარემოება, რომ მან მოყოლებული 2019 წლიდან არაერთი განცხადება გააკეთა საქართველოზე. საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ დაიწყონ სისტემურად მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხოვნონ ქართული ოცნების პოზიციას. ევროპელ პარტნიორებს ამერიკის შეერთებული შტატები განაცხობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონი გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახლის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით ზუსტად მიხვეს ამერიკულ მითითებებს. 2021 წლის 9 მარტის ნარიშკინის ამ განცხადებას უკვე მე რამდენად გთავაზობთ და ყველა ჯერზე არ დამეზარება იმის თქვა, რომ სწორედ ამ განცხადების შემდეგ იწყება ივანიშვილის ნაბიჯ რუსეთისკენ შეტრიალება. და კიდევ ერთი განცხადება 2024 წლის 27 აგვისტო 2 თვე 26 ოქტომბრის არჩევნებამდე. იმ ფაქტს, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამჭვირვალე გახადა ინფორმაცია, რომელსაც ვიღებდით და ვიღებთ არა მარტო დასავლური სპეცსამსახურების, არამედ სახელმწიფო ორგანოების, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, მტრული საქმიანობის შესახებ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში. ამ ორი განცხადების ფარგლებში ივანიშვილის მოლაპარაკე თავების განცხადებების თანხმდროზე ბევრ დროს აღარ წაგართმევთ. უფრო თვალსაჩინობისთვის ეს განცხადება იყოს სიტყვასიტყვით თარგმანის გარეშე, მაგრამ ერთი შინაარსის და მიმართულების. Мы, в частности, видим, какое резкое неприятие со стороны так называемого глубинного государства вызвали планы президента Трампа. ნარიშკინის სიღრმისეული სახელმწიფო ქართულ თარგმანში ომის გლობალური პარტია, რომელიც ტრამპთან ივანიშვილის დაალაგების, რაც არ ლაგდება, რაც დაალაგებ, ისტორიაში deep state-ია. ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც არ იმართება ახალ ადმინისტრაციასა და deep state შორის. მოგონილ არარსებულ deep state-ამ ბრძოლაში ივანიშვილის დაჯგუფების მთავარი ჯარისკაცი ეს ქალბატონი ქიმბერლი ლუა. ყაველაშვილისთვის გამოგზავნილი მისალოციც მისი დამსახურება ყოფილა. თავად ამბობს. მე გავგზავნე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი ვაშინგტონში შესაბამის არხებზე, რათა გაეგზავნეთ პრეზიდენტი ტრამპისთვის და მან უპასუხა. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ მანამდე რუბიომ ქართულ ხალხს მიულოცა 26 მაისი და ყრუდაბარმა თუ არ ხარ კი უნდა ხვდებოდა რას ნიშნავს მისი გზავნილი. ამ დღეს ჩვენ აღნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას და ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. მაგრამ ივანიშვილის ყობახიძისთვის აქაც deep state-ის ხელი ურევია. იმ ქალბატონის გაჩერხული მისალოცი კი მასში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას ვერ იწევს. ეს მისალოცი ცოტა ხნით ლამის სოფლიო ლეგიტიმაციის აღიარებად გამოცხადა, მაგრამ ბინვინ და ყობახიძე მიცის, რომ ეს მისალოცი არაფერს ნიშნავს, როცა რუბიოს წერილი არსებობს. როცა ამ ამბის შემდეგ ელჩი ღიად აცხადებს, რომ მან ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა. ამ შეხვედრაზე მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. შეხვედრა რომ არ შედგა, ეს იცით. ამის შემდეგ ივანიშვილის ცელი წერილიც ხომ იცით. ამ წერილიდან ციტატებს აღარ წაგიკითხავთ. მარტივად ასე შეფასდა, ვაჭრობს. ახლა კი ყობახიძე ისევ deep state-ით. ბევრჯერ მithქვამს და ვიმეორებ, ის რაც არ ლაგდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით არც არავინ აპირებს დალაგებას. რაც შეეხება ვალაგებთ თუ ვერ ვალაგებთ, ერთ რამ კიდე ერთხელ შემიძლია თქვა. Deep State-ის ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. თუ Deep State-მა უნდა მართოს ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული 4 წლის განმავლობაში მაგალითად, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყობახიძემ შეერთებულ შტატების დამოუკიდებლობის და სუვერენულობის ხარისხი დაუწუნა. ჩემი კომენტარი: თავ შევიკავებ. ვაშინგტონთან, ლონდონთან და ბრიუსელთან დაპირისპირების რუსული სპირალიდან ივანიშვილი ვეღარ გამოვა. ერთი შანსი მას სპირალიდან გამოსასვლელად იმ სახელმწიფოს პრეზიდენტმა მისცა, რომლის მოქალაქეც არის. მაკრონის ზარი ივანიშვილთან 2024 წლის 11 დეკემბერს განხორციელდა. რესპუბლიკა
რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება. ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება. სატელეფონო საუბარი 1 საათი გაგრძელდა. შინაარსზე კი ივანიშვილის პარტიამ და საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განსხვავებული ტექსტები გაავრცელეს. საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა დამალო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო ხელისუფლების ქმედებები, რაც ვერ დაიმალა ის იყო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მაკრონი კიდევ დარეკავდა. Ce dialogue est de la responsabilité de tous les Géorgiens. Il doit permettre aux Géorgiens précisément de reprendre en main leur destin. Diplomatique ენაზე ეს განცხადება ხელახალ არჩევნებს ნიშნავს. Ჩდება კითხვა სანქციების და დიპლომატიური ქმედებების პარალელურად ხომ არსებობს საკითხები, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ელაპარაკებოდეს საფრანგეთის მოქალაქეს. ივანიშვილმა მაკრონი გადააგდო და მისმა კობახიძე მაკრონი ვაიმარის სამკუთხედის წევრი სახელმწიფოს ლიდერი, ახალი ევროპის ლიდერი, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი Deep State-ის წევრად გამოაცხადა. მეერა რომ ალბანეთში 20 წამიანი გადალაპარაკება ჰქონდა. ეს ხელის ჩამორთმა პროპაგანდამ იზეიმა კიდეც. თულს როგორც ყოველთვის მოკლფეხი აღმოჩნდა და ვაიმარის სამკუთხედმა სათქმელი თქვა. ვერდიქტი ქართული ოცნებისთვის. ხარს უჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმების სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამ წერილის შემდეგ მაკრონი, მერცი და ტუსკი რა თქმა უნდა Deep State-ის წევრებად გამოცხადდნენ. ვაიმარის სამკუთხედი ლონდონთან ერთად ახალი ევროპის მთავარი ბურჯი და საყრდენია. არ გაგიკვირდება თუ იტყო, რომ ეს სამკუთხედი ისევე როგორც ლონდონი და მთლიანი ევროპა მოსკოს ჭირის დღესავით ეზარება. რომელიც არა მარტო ამ კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, ყველაფრიდან იყო საერთოდ ამოვარდნილი, ხო? ვრაზია საერთოდ საუბარი, იქ რაღაცა მშვიდობიანი პროტესტი ისევ, იქ რაღაცა პოლიციის მოქმედება, ეს შემდეგ რაღაცები არ მოეწონათ. ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი მაკრონთან დაკავშირებით. ამ თემაზე ჩემო კოლეგამ რატი მუჯინმა დროებაში ცელი რეპორტაჟი ანგოლას მახვილი ბიზნეს თავზე მოამზადა. მას დროებით YouTube გვერდზე ნახავთ. ახლა კი მოკლედ ასე გეტყვით. საერთაშორისო სამართალში არსებობს ასეთი საქმე ანგოლა გეითი, იარაღით ვაჭრობა, დიდი ფინანსური მაქინაციები. ამ საქმეში ივანიშვილის გვარი და მისი რუსული ბანკი ფიგურირებს. საქმის ერთი ნაწილი იარაღით ვაჭრობა დახურულია, აი ფულის გათეთრების საქმე კი გაყინული. არავინ იცის საფრანგეთი ამ საქმეს როდის გააცოცხლებს და დაიბარებენ თუ არა საფრანგეთის მოქალაქეს საფრანგეთში დაკითხვაზე. ამასთან ჩემი მარტივი დაკვირვებით. საფრანგეთი ევროპული სახელმწიფოებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლების წევრებისთვის ინდივიდუალური საქციები ჯერ არ დაუწესებია. სია გამზადებულია. ეს ინფორმაცია ივანიშვილსაც აქვს. ახლა მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმის შესახებ, რომ საფრანგეთი ჯერ კიდევ თავს იკავებს სანქციებისგან. ანუ ჩემი ლოგიკით ეს ბოლო ფანჯარა ივანიშვილისთვის, რომ რეალობა, რომელსაც შეერთებული შტატების სამხედრო დაზერვა აღწევს ოცნების შექმნილი გარემო რუსეთის გავლენაზე ზრდის, შემოატრიალოს. მაგრამ როგორც გითხარით, რუსული სპირალის სიღრმე დიდია. უკან გზა ივანიშვილისთვის აღარ არსებობს. გონებ არც უნდა რომ არსებობდეს. ამის დასტურად მოდით მერი კალაძის ეს განცხადება მივიჩნიოთ. საერთოდ მაკრონი ჩამოიყვანეთ და კენჭი აფრევინეთ. იმასაც გააправებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მაკრონი დააყენეთ კანდიდატურად იქნებ რამე გეშვებათ. თბილისის მერმა გადაწყვიტა საფრანგეთის პრეზიდენტს დასცინოს. ამასობაში მასკოვმა ოფილია და ყარასინის პირით გვაცნობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აქტივიზაციის ტენდენცია აქვს, რომ თბილისსა და მოსკოვს კარგად ესმის ერთმანეთი, რომ იდეალური იქნებოდა ახლა გადაწყვეტილიყო დიპლომატიური ურთიერთობების სრული აღდგენის საკითხი. ჩქარი ხარ დედა გრიშა. აცადეთ ხალხს მუშაობა, ცოტაც და საბოლოოდ გაწყვეტენ ყველანაირ ურთიერთობას ვაშინგტონთან, ბრიუსელთან, ლონდონთან, პარიზთან, ბერლინთან. და მე ლავროვის პოსტულატი ნოვერიალის გათვალისწინებით დიპიც აღდგება. ოდიშიც ხომ გახსოვთ, მე რომ ქართულთმოძულე ლავროვმა კაფეოდ განაცხადა 2000 წლის შედეგი, ანუ ოკუპაცია არ გადაიხედებაო.
იქნება ამასობაში რუსული ამბავი იმისა, რომ პუტინი მოითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვაც არ მიიღო ნატოში, სასურველი რეალობა აღმოჩნდეს მათთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფო საუქმებს და პუტინის მთავარი იდეოლოგის, რუსკი მირის ავტორის დუგინის საქართველოსთვის განსაზღვრული მომავალი адვილი გადასაკლაპი აღმოჩნდეს ძვირფასო Грузино. О учреждении нового макрогосударства. И без Грузии мы это государство не учредим.